ინაუგურაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალური კომისიის ხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ. კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მოადგილე კი მაია ფანჯიკიძეა. თამარ ბუბაშვილი ელოდება ხდომის დასრულებას, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, კიდევ რა დეტალებია შენთვის ცნობილი, გარდა იმისა, რომ პრემიერი უხელმძღვანელებს ამ კომისიას? საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის ხდომა უკვე 1 საათია მიმდინარეობს. ხდომას ესწრებიან მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ასევე პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი და ლაშა აბაშიძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. ჯერჯერობით ეს არის პირველი შეხვედრა და ამიტომ მთავრობის წევრები დეტალებზე ვერ საუბრობენ. აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისინი განიხილავენ თუ რა სახით უნდა ჩატარდეს ფიცის დადების ცერემონია. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, ვინ იქნება ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ან ვინ შეასრულებს ჰიმნს. ერთადერთი დეტალი, რაც ამ დროისთვის მთავრობის წევრებისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ფიცის დადების ცერემონიაში იქნება სამხედრო ელემენტები. პირველია სამხედრო შემადგენელი, სამხედრო კომპონენტი ინაუგურაციაზე იქნება წარმოდგენილი, მაგრამ რა ფორმით, რა მოცულობით, ამას მოგახსენებთ, რომ გამოვალთ. პირველი შეხვედრაა და ჩვენ ალბათ დავკვალიანდებით, თუ როგორი სახის უნდა იყოს ინაუგურაცია გიორგი მარგველაშვილის და აქედან გამომდინარე მე ვიფიქრებთ რა როგორი ჩართულობა იქნება საჭირო, იქნება თუ არა საჭირო, რომ ამას ყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელიც, მთავარი რეჟისორიც, ასისტენტებიც და ასე შემდეგ. ჩვენ კოორდინაციაში მუშაობთ სამინისტროები ერთად, ამიტომ ჩვენ გამოვიარეთ 26 მაისი. შესაბამისად კოორდინირებულ მუშაობაზე ალაპარაკია, ალბათ ქალბატონი მაია მოგვახსენებს დეტალურად ვის რა ფუნქცია დაეკისრება. კომისიის ხდომა უკვე 1 საათია მიმდინარეობს და მას პრემიერ-მინისტრი არ ესწრება. კონკრეტულად თუ რა დეტალებზე შეთანხმებია მთავრობის წევრები, ეს უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა თამარ, ბუბაშვილი